სალამი მინდა გაგიზიაროთ სამუშაოების მიმდინარეობა და ეს არის უკვე საუბარი არის კაფელზე. ანუ გადაწყვეტილება მივიღეს შემდეგი გასაკეთებელი მაქვს ეს კედელი არის შესაკეთებელი გარედან კი არა, ზედაპირიდან და ეს არის ოთახი, რომელიც გაკეთდა და შიგნით დატოვებული არის აგური, რომელიც უკვე მზამ მდგომარეობაში, ანუ ერთი კედელი გამზადებული გვაქვს და ჩვენ გქონდა დილემა ამ ორი კედლის შეკეთების. შესაბამისად, პირველი რაც რა თქმა უნდა მომდის თავში, ეს არის მალярკა, ეგრეთ წოდებული, გასაკეთებლად. ანუ შპაკლის წასმა, არ ვიცი, როგორც მითხრეს, პირველ რიგში კეთდება ბადე, რო არ დასკლეს შპაკლი, მერე ბადეზე პირველი პირი, მერე მეორე პირი, მერე ამის ჩაწმენდა და შემდეგ უკვე შპალიერი ან შეღებვა, ან რაც არის ბოლო პირი რა, ბოლო სახე მიეცეს კედელს და ამ შემთხვევაში მე გადავწყვიტე სხვანაირი მიდგომა, ეს არის პემზის აგური 10-იანი, არც ისე ცუდად არის წყობა გაკეთებული და ანუ შევიძინე კაფელი ესპანური პამეზა ფასდაკლებაზე, რამე 29 ლარი კვადრატული, ეს არის 31.5-ზე 61.5-60-ზე, ანუ 31.5 არის სიგანე, 60 სანტიმეტრის სიგრძე. ფილები 6 მმ-იანი ფილები არის. ესე თბილი ფერებია გაკეთებული, შესაბამისად პირდაპირ გაუშვით კედელზე, ზედაპირზე, რა ზედაპირიც ჰქონდა ჩვენ აქ ზედაპირის მომზადება, გადაფხეკა გამოსული აი ამ ნაწილების ცემენტის, ანუ ჩაწმენდა მაქსიმალურად და სადმე თუ იყო მაგალითად ბლოკი ოდნავ გამოწეული, ამის ჩათლა, აი აქ მაგალითად აი ეს ნაწილი იქნა დაშლიფოვკებული, ანუ შლიფოვკა გაკეთებული ბალგარკით და შესაბამისი თავით. აგრეთვე აქაც ჩაიწმინდა კუთხეები, ანუ კუთხეები ხა ზემოთ არ არის ჯერ გამზადებული, აი ამ პირზე, რომელიც არის დამონტაჟებული, აქ არის ეს უკვე გამზადებული ზედაპირი და შემდეგ პირველ რიგში რაც კეთდება ამ შემთხვევაში, ეს არის მაიაკის დაყენება, ხო? ზედაპირის გაწმენდის შემდეგ, მომზადების შემდეგ, ანუ პირველ რიგში ზედაპირი მომზადდება, მერე ეს კუთხე ჩაიწმინდება, ხო? და შემდეგ უკვე ჩვენ ლაზერით ვიღებთ, ვზომავთ, ესე იგი ყველაზე ღრმა ადგილს, ანუ ყველაზე ადგილს, სადაც მთლიანად ეტევა ეს 60-იანი ფილა. ეს ადგილი არის შუა ადგილი ამ შემთხვევაში და
გამომდინარე იქიდან, რომ იატაკი არ არის სწორე, იატაკი სწორე არ არის, იქ არის ცოტა ჩავარდნა არის შუაში. შესაბამისად, ლაზერით იზომება წერტილები და შემდეგ უკვე ვიღებთ აი ამ წერტილს, მაგალითად ეს წერტილი იქნა აღებული როგორც ამომავალი წერტილი, სადაც სრულად დგება მთელი ფილა და დანარჩენები შლიფოვკა ხდება უკვე სიგრძეზე. იქ სადაც მთლიანად ჩადგება, სადაც არა უკვე ჩასწორება ხდება შლიფოვკით. და მერე დგება უკვე მაიაკი, ან ტრუბა კვადრატი, ამ შემთხვევაში 2 ოთხზეა, რომელიც მაგრდება დუპელებზე, ამ შემთხვევაში არის დამაგრებული და იწყება პირველი პირის მონტაჟი. პირველი რიგის, პირი არა, პირველი რიგის მონტაჟი. ფაქტიურად, მაქსიმალურად ახლოს მივდივართ კედელთან და ამ შემთხვევაში მუშაობა ხელოსანი მუშაობს თავისებური მიდგომა აქვს, ანუ ესენი არ ვიცი რა ქვია ამას, ამებს მერე სვავს და ხელით მუშაობს, ანუ ხელით ასწორებს, კუთხეებს, არის სხვა მეთოდი, როცა შენ ჯერ ჩამოაცვავ, მერე დაპრესავ, იპრესება და მერე უკვე ბოლოში ტყდება ეს თავები. შპილკებს თუ რაც არის. და ესე გვინდა ავიდეთ ბოლომდე. აქ გავაგრძელოთ, ნახოთ კედელი როგორ გაგვიშვებს, მერე შემდეგ აქ უკვე აქეთა კუთხეში მივდივართ, სადაც ჩამოიჭრება და აი აქ გამომდინარე იქიდან, რომ რაფა არის დამონტაჟებული, ოდნავ დატოვებული არის სივრცე და აქ ჩარჩო იქნა ჩასმული და არის დატოვებული გვერდი თავისუფალი სივრცე. გამომდინარე იქიდან, რომ აქედან არის აქეთა მხარე არის დამონტაჟებული პირდაპირ კონტაქტზე არის აყვანილი მაიაკთან. ეს მაიაკს ვეძახი, მაგრამ აქ არის ტრუბა კვადრატი 2/6-ზე, რომელიც იქნა მანამდე დამონტაჟებული სპეციალურად და კიდე კაი რომ დავამონტაჟეთ ეს ზემოთ პრიხვატკებზე დავსვით, იქ არმატურა გადის, 2 არმატურა და შესაბამისად 2 პრიხვატკაა გაკეთებული და აქ უკვე ანკერებზეა დამონტაჟებული, მაგრამ ბულდრექსებზე შეიძლება. შესაბამისად ეს არის პლოტნად მისმული უკვე აი ამ ტრუბა კვადრატზე და დატოვებული არის აქ თავისუფალი სივრცე, რომელიც ამოსავსები იქნება გარედან, აქედან პრობლემა არ არის. აქ არის საფიქრალი, ახლა, იმიტომ რომ ძალიან ახლოს მივდივართ და აქ შეგვიძლია მერე ოდნავ გაუშვათ კუთხეზე და დაიფარება ჩარჩოც, ანუ კონტაქტზე რომ გავიდეს ჩარჩოსთან ფილა. სხვა თუ სწორედ გავიყვანთ, შემდეგ უბრალოდ ამოსავსები იქნება, მაშინ ეს სივრცე, რომელიც იქნება დარჩენილი ჩარჩოსა და ფილას შორის ფუგათი.
აი ეს ორი ვარიანტია, ვნახოთ რას გადავწყვიტავთ, როგორ მიუდგებით ამ საკითხს. დანარჩენი თვითონ იდეა იმისი, რომ ფაქტიურად სწრაფად მიმდინარეობს სამუშაოები შედარებით, მალярკასთან შედარებით ნაკლებად შრომატევადია და ნაკლებად მტვრიანი საქმე. მეორე ოთახში უკვე გაკეთებულია და შემდეგ მაგასაც ვნახავთ ერთი კედელი. ამ შემთხვევაში აი ამ ორ კედელს ჩვენ აი ამ მეთოდით გავუყვებით. ნახოთ ეს კედელი რას გვაჩვენებს, რამდენად სწორედ არის ამოყვანილი და რამდენად პრობლემებს არ შეგვიქმნის.